შესავალი 1992 წლის ენერგეტიკული პოლიტიკის აქტი მოითხოვს, რომ ფედერალური საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები შეიცავდეს ალტერნატიული საწვავის მანქანებს. 1992 წლის ენერგეტიკული პოლიტიკის აქტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მოქნილი საწვავის მანქანებით, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ჩვეულებრივი ბენზინი ან ეთანოლისა და ბენზინის მოცულობით ნაზავი 85% მარცხნივ დახილი ხაზი 15%, რომელიც ცნობილია როგორც სუპერეთანოლი. ამჟამად შეერთებული შტატები არის ეთანოლის საწვავის უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. შიდა წარმოებული ენერგიის გამოყენება ამცირებს აშს დამოკიდებულებას იმპორტირებულ ნავთობზე. სუბუქ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლებია ნახშირორჟანგი, ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდები და ნახშირწყალბადები. ნახშირორჟანგი არის სათბურის მთავარი გაზი. ნახშირბადის მონოქსიდს, აზოტის ოქსიდებს და ნახშირწყალბადებს აქვთ სხვადასხვა უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის ავადობისა და ნადრევის სიკვდილიანობის გაზრდაზე. მაგალითად, ნახშირბადის მონოქსიდი უარყოფით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აზოტის ოქსიდები იწვევს უარყოფით გავლენას ქვედა სასუნთქ სისტემაზე. ნახშირწყალბადები მოიცავს უამრავ ქიმიურ სახეობას, რომლებიც ქმნიან ჯანმრთელობის არასასურველ ეფექტებს, დაწყებული ტოქსიკურობიდან კიბოსამდე. 2009 წელს შაიმში ადარა საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი ერთი მოქნილი საწვავის ავტომობილიდან, Hotfox, რომელიც მუშაობდა სუპერეთანოლზე და ბენზინზე, რეალური აქტივობის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, რამდენიმე კვლევამ დაადგინა რეალურ სამყაროში მოქნილი საწვავის მანქანების ემისიები, რომლებიც მუშაობენ სუპერეთანოლზე, ბენზინზე მომუშავე მსგავს მანქანებთან შედარებით. ამ კვლევის ძირითადი მიზნებია საწვავის მოხმარებისა და ნახშირორჟანგის ემისიის კოეფიციენტებში თეორიული მოსალოდნელი სხვაობის რაოდენობრივი დადგენა სუპერეთანოლსა და ბენზინზე, საწვავის მოხმარებისა და ემისიების ტენდენციების რაოდენობრივად განსაზღვრა ძრავის დატვირთვასთან მიმართებაში სუპერეთანოლითა და ბენზინით საწვავი მსგავსი მანქანებისთვის და შეადარეთ და განიხილეთ პროცენტული სხვაობა ციკლის საშუალო საწვავის მოხმარებასა და ემისიაში სუპერეთანოლსა და ბენზინს შორის. მეთოდოლოგია. მეთოდოლოგიის განყოფილებაში მოცემულია საფუძვლების მოკლე მიმოხილვა საწვავის მოხმარებისა და ნახშირორჟანგის ემისიების განსხვავებების თეორიული მოლოდინის შემუშავების შესახებ, სუპერეთანოლისთვის ბენზინთან მიმართებაში და შერჩეული მანქანების რეალურ სამყაროში მონაცემთა შეგროვების კვლევის დიზაინის შესახებ. თეორიული მოსალოდნელი განსხვავება საწვავის მოხმარებასა და ნახშირორჟანგის ემისიებში. საწვავის მოხმარებისა და ნახშირორჟანგის ემისიის თეორიული გაანგარიშება შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსალოდნელი თეორიული და გაზომილი რეალურ სამყაროში სხვაობის შესადარებლად. იგივე გათბობის ღირებულების შემცველობისთვის, სუპერეთანოლისთვის საჭირო საწვავის მასის სხვაობა ბენზინთან შეფასებულია საწვავის გათბობის ღირებულების საფუძველზე. ანალოგიურად, განსხვავება ნახშირორჟანგის რაოდენობაში, რომელიც გამოიყოფა იმავე რაოდენობის გათბობის ღირებულებისთვის, შეფასებულია თითოეული საწვავისთვის ნახშირბადის გათბობის ღირებულების, სიმკვრივისა და წონის პროცენტის საფუძველზე. პირველადი ვარაუდი არის ის, რომ მანქანა მოიხმარს იმავე რაოდენობის ენერგიას საწვავის მიუხედავად. სუპერეთანოლისა და ბენზინის ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები მოცემულია ცხრილში 1. სასწავლო დიზაინი. წამში საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვის კოეფიციენტები 2008 წლის მოქნილი საწვავის მანქანის დჯ-ვენჯლის, რომელიც მუშაობდა სუპერეთანოლზე და 2012 წლის მოქნილი საწვავის მანქანის დჯ-ვენჯ, რომელიც მუშაობდა ბენზინზე, გაზომილი იყო პორტატული ემისიის გაზომვის სისტემის გამოყენებით. გამონაბოლქვი ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდი და ნახშირწყალბადის კონცენტრაციები დაფიქსირდა 1 ღვთზე პორტატული εμისიის საზომი სისტემის გამოყენებით. 2008 წლის დჯ-ვენჯზე აქვს 2,7 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი 189 ცხენის ძალა. მანქანას აქვს მთლიანი წონა 4497 U200 200 ბი-ფუნტი და გაზომილი იქნა 112. 9 მილის გზაზე მართვის დროს ჰეველოკში, ჩრდილოეთ კაროლინაში. 2012 წლის დჯ-ვენჯზე აქვს 2,4 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი 73 ცხენის ძალა.
2012 წლის მანქანას აქვს მთლიანი წონა 4600 ფუნტი და გაზომილი იყო 112. 0 მილის მართვის დროს რალეში, ჩრდილოეთ კაროლინაში. რეალურ სამყაროში ავტომობილის აქტივობის მონაცემები გაზომილი იყო ბორცში არსებული დიაგნოსტიკური სკანირების ხელსაწყოს და მრავალი გლობალური პოზიციონირების სისტემის მიმღების გამოყენებით ბარომეტრული სიმაღლეებით. ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრე, რომელიც არის მანქანის სიჩქარის, გზის კლასისა და აჩქარების ფუნქცია, არის ძრავის დატვირთვის სასარგებლო მაჩვენებელი. ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრე გამოითვლებოდა წამში მანქანის სიჩქარის, გზის კლასის და აჩქარების მონაცემების საფუძველზე 6 და დაყოფილი იყო 14 რეჟიმად, რომელიც განსაზღვრულ იქნა ფრეის მიერ 2002 წელს. მოდალური საშუალო ენერგიის მოხმარება და ემისიის განაკვეთები 95%-იანი ნდობის ინტერვალებით შეფასდა და შედარება ბენზინზე და სუპერეთანოლზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან, თითოეული ავტომობილისთვის დაკვირვებული მონაცემების საფუძველზე. მოძრაობა ორივე ჰეველოქში და რალეში მოიცავდა არტერიულ და ავტომაგისტრალის მარშრუტებს. ციკლის საშუალო ემისიის კოეფიციენტების შეფასების მიზნით, რეალურ სამყაროში ტარების საფუძველზე და რომ შესაძლებელი ყოფილიყო შედარება ორ მანქანას შორის ერთი და იგივე მართვის ციკლისთვის, მოდალური საშუალო განაკვეთები თითოეული მანქანისთვის შეწონილი იყო თითოეულ რეჟიმში გატარებული დროის წილადზე დაყრდნობით. დაკვირვებული მართვის ციკლი რალეში მოცემულია ცხრილში 2. შედეგები და დისკუსია. საწოვის მოხმარება და გამონაბოლქვის ემისიები როგორც სუპერეთანოლზე, ისე ბენზინზე მომუშავე ავტომობილისთვის რაოდენობრივად და შედარებულია მოსალოდნელი თეორიული მნიშვნელობებისა და რეალური გაზომვების საფუძველზე. თეორიული შედარება. იგივე ენერგიის შეყვანისთვის, სუპერეთანოლისთვის მოხმარებული საწოვის მასა თითქმის 49%-ით მეტია, ვიდრე ბენზინისთვის, როგორც ნაჩვენებია ცხრილში 3. ანალოგიურად, მოხმარებული სუპერეთანოლის მოცულობა თითქმის 40%-ით მეტია, ვიდრე ბენზინისთვის. იმის გამო, რომ სუპერეთანოლს აქვს ნახშირბადის დაბალი შემცველობა, გამონაბოლქვი ნახშირორჟანგი 1,8%-ით ნაკლებია, ვიდრე ბენზინზე. გარდა ამისა, მოცულობაზე დაფუძნებული სუპერეთანოლის ნახშირორჟანგის ემისია დაახლოებით 7,4%-ით დაბალია, ვიდრე ბენზინზე. თუმცა, ბენზინისაგან განსხვავებით, სუპერეთანოლიდან ნახშირორჟანგის ემისიების ნაწილი ეფუძნება ნახშირბადის ბიოგენურ წყაროებს და, შესაბამისად, არ ახდენს წმინდა წყვილს ატმოსფერული ნახშირბადის დატვირთვაში. გაზომვები. 2008 წლის დერჯ-ვენჯისთვის 10,043 წამი მოქმედი 1 მონაცემებით იქნა მიღებული ჰეველოკის ზონაში S12 9 მილის ტარებიდან. ვალიდური მონაცემების პროპორცია იყო 99. 3%. 2012 წლის დერჯ-ვენჯისთვის 10,776 წამი მოქმედი 1 მონაცემებით იქნა მიღებული რალის რაიონში S12 0 მილის ტარებიდან. ვალიდური მონაცემების პროპორცია იყო 99%. ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის, მოდალური საწვავის საშუალო მოხმარებისა და გამონაბოლქვის კოეფიციენტების შედეგები მოცემულია ორივე სატრანსპორტო საშუალებისთვის ნახაში 1. ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის რეჟიმები 1 და 2 არის ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის უარყოფითი მნიშვნელობებისთვის, რაც წარმოადგენს შენელებას ან გორაკზე გადაადგილებას. ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის 1 და 2 რეჟიმებისთვის ძრავზე დატვირთვა არ არის და, შესაბამისად, ამ რეჟიმებისთვის საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი ზოგადად შედარებით დაბალია. ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის რეჟიმი 3 მოიცავს უმოქმედობას, რისთვისაც ძრავზე დატვირთვა არ არის. ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის რეჟიმები 4-დან 14-მდე არის მზარდი დადებითი ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის დიაპაზონებისთვის, რაც შეიძლება წარმოადგენდეს აჩქარებას, სტაბილური სიჩქარით კრუიზს, ბორცვზე რასვლას ან მათ კომბინაციას. საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის კოეფიციენტები იზრდება ორივე მანქანის დადებითი ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის მატებასთან ერთად. უმეტეს რეჟიმში, სუპერეთანოლზე მომუშავე ავტომობილისთვის საწვავის მოხმარების მასა უფრო მაღალია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილისთვის. გამონაკლისი არის 12-დან 14-მდე რეჟიმებისთვის, რომლებისთვისაც 1 მონაცემების ნიმუშის ზომები შედარებით მცირეა სხვა რეჟიმებთან შედარებით და, შესაბამისად, მოდალური შეფასებები არც ისე ზუსტია.
როგორც წესი, საწვავში ნახშირბადის 99%-ზე მეტი გამოიყოფა ნახშირორჟანგის სახით. აქედან გამომდინარე, არსებობს წრფივი კავშირი საწვავის მოხმარების სიჩქარესა და ნახშირორჟანგის ემისიის სიჩქარეს შორის და რეჟიმებს შორის საწვავის გამოყენების სიჩქარისა და ნახშირორჟანგის ემისიის სიჩქარის შედარებითი ტენდენციები მსგავსია. თუმცა, იმის გამო, რომ სუპერეთანოლს აქვს ნაკლები ნახშირბადი ენერგიის ერთეულზე, ვიდრე ბენზინზე, ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებელი სუპერეთანოლისთვის ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე ბენზინისთვის. ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებისთვის აზოტის ოქსიდის ემისიის მოდალური საშუალო მაჩვენებლები ძალიან მგრძნობიარია ძრავის დატვირთვის მიმართ ძრავის ძალიან მაღალი დატვირთვისთვის, როგორც ნაჩვენებია სურათზე 1.12-დან 14-მდე რეჟიმებისთვის. თუმცა, აზოტის ოქსიდის გამონაბოლქვი კონცენტრაცია სუპერეთანოლზე მომუშავე ავტომობილისთვის ზოგადად დაბალი იყო ძრავის დატვირთვის მთელ დიაპაზონში. თუმცა არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ბენზინზე მომუშავე ავტომობილი მუშაობდა განსხვავებულად, ვიდრე სუპერეთანოლზე მომუშავე მანქანა ძრავის მაღალი დატვირთვის დროს, რაც ასევე მიუთითებს ნახშირბადის მონოქსიდის შედარებით მაღალი ემისიის მაჩვენებლებით ბენზინის ავტომობილისთვის 12-დან 14-მდე რეჟიმებში. ნახშირწყალბადის მოდალური ემისიების საშუალო მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო სუპერეთანოლზე მომუშავე ავტომობილისთვის ყველა რეჟიმისთვის. შედარებითი სხვაობა საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვის სიხშირეებში რაოდენობრივია 1-დან 11-მდე რეჟიმებისთვის. 12-დან 14-მდე რეჟიმები აქ გამორიცხულია, რადგან მათ ჰქონდათ ნიმუშის შედარებით მცირე ზომები. განსხვავებები საწვავის მოდალური საშუალო მოხმარების მასის კოეფიციენტებში სუპერეთანოლზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებისა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილისთვის მერყეობს პლუსი 17%-დან პლუსი 140%-მდე ამ 11 რეჟიმს შორის. პროცენტული სხვაობა მცირდება ავტომობილის სპეციფიკური სიმძლავრის მატებასთან ერთად. ნახშირორჟანგის მასის ემისიის მოდალური საშუალო მაჩვენებლების სხვაობა მერყეობს 23%-დან პლუსი 60%-მდე პირველ 11 რეჟიმს შორის. აზოტის ოქსიდებისთვის სუპერეთანოლის სატრანსპორტო საშუალების მოდალური საშუალო განაკვეთები 95%-დან 87%-მდე დაბალია, ვიდრე ბენზინის ავტომობილისთვის. სუპერეთანოლზე მომუშავე მანქანას ჰქონდა 33%-დან 74%-მდე უფრო დიდი მოდალური ნახშირბადის მონოქსიდის ემისიის საშუალო მაჩვენებელი. თუმცა, სუპერეთანოლის მანქანას აქვს 10%-დან 270%-მდე მაღალი მოდალური საშუალო ნახშირწყალბადების ემისიის მაჩვენებლები. მსგავსი მწარმოებლისა და მოდელის მანქანების შედარებისას შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ცვალებადობა აზოტის ოქსიდების, ნახშირბადის მონოქსიდისა და ნახშირწყალბადების ემისიებში და, შესაბამისად, აზოტის ოქსიდების, ნახშირბადის მონოქსიდის და ნახშირწყალბადების შედარება აქ ერთ სუპერეთანოლსა და ერთ ბენზინზე მომუშავე მანქანას შორის არ შეიძლება ექსტრაპოლირებული იყოს. საერთო დასკვნა ორ საწვავს შორის განსხვავებების შესახებ. ამიტომ, შედარება უნდა გაფართოვდეს უფრო მეტი მანქანის ჩათვლით. საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის მაჩვენებლების სხვაობა შედარებულია ორი ავტომობილისთვის დაკვირვებული რელის მართვის ციკლის საფუძველზე. საწვავის მოხმარების ციკლის საშუალო მასის გამონაბოლქვი არის 1.08 45 g მარცხნივ დახილი ხაზით მ გაზომილი ბენზინის და სუპერეთანოლის ავტომობილისთვის, შესაბამისად. ამრიგად, საწვავის მოხმარების ციკლის საშუალო მასის ემისიის მაჩვენებელი 34%-ით მეტია სუპერეთანოლის სატრანსპორტო საშუალებისთვის, ვიდრე ბენზინის ავტომობილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება არ არის ისეთი დიდი, როგორც თეორიული მოლოდინი 49%-იანი სხვაობის შესახებ, ის მაინც არსებითი განსხვავებაა. მოცულობაზე დაფუძნებული ციკლის საშუალო პროცენტული სხვაობა სუპერეთანოლის საწვავის მოხმარების ბენზინთან შედარებით არის 27%, რაც 40%-ზე ნაკლებია თეორიის მიხედვით. იმის გამო, რომ მანქანები არ არის იდენტური, შეიძლება არსებობდეს სატრანსპორტო საშუალებების ცვალებადობა, რაც გავლენას ახდენ შედარებაზე. მოსალოდნელზე მცირე განსხვავება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ Mi-85 საწვავზე მომუშავე მანქანა უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე სხვა.
2009 წელს შეიმაღნიშნა 31% და 38% მოცულობითი პროცენტული განსხვავება სუპერეთანოლში და ბენზინის საწვავის მოხმარებაზე, ხოლო ტოვს და შავ-ლეილუმენ მანქანებისთვის შესაბამისად. ნახშირორჟანგის ემისიის ციკლის საშუალო მაჩვენებელი არის 3, 40 და 3. 0,2 გ მარცხნივ დახილი ხაზიც ბენზინის და სუპერეთანოლის ავტომობილისთვის შესაბამისად. როგორც მოსალოდნელი იყო, ციკლის საშუალო ნახშირორჟანგის მასის ემისიის მაჩვენებელი სუპერეთანოლის სატრანსპორტო საშუალებისთვის უფრო დაბალია, ვიდრე ბენზინის ავტომობილისთვის. თუმცა, განსხვავება 11% სიდიდით უფრო დიდია, ვიდრე მოსალოდნელია და მიუთითებს იმაზე, რომ სუპერეთანოლის მანქანა შეიძლება ჰქონდეს უკეთესი ენერგოეკონომია, ვიდრე ბენზინის მანქანას. ციკლის აზოტის ოქსიდების ემისიის საშუალო მაჩვენებელი არის 0,95 და 0,07 გ მარცხნივ დახილი ხაზიც მ. შესაბამისად ბენზინზე და I-85 საწვავზე მომუშავე ავტომობილისთვის. ანალოგიურად, ციკლის საშუალო ნახშირწყალბადების ემისიის მაჩვენებელი არის 0,17 ბენზინის ავტომობილისთვის და 0,43 გ მარცხნივ დახილი ხაზიც მ სუპერეთანოლზე მომუშავე ავტომობილისთვის. ციკლის საშუალო ნახშირბადის მონოქსიდის ემისიის მაჩვენებელი არის 8,55 და 5,45 გ მარცხნივ დახილი ხაზიც მ სუპერეთანოლისა და ბენზინის ავტომობილისთვის შესაბამისად. გაზომილი სუპერეთანოლის სატრანსპორტო საშუალების ციკლის საშუალო აზოტის ოქსიდების ემისიის მაჩვენებელი 93%-ით ნაკლებია, ვიდრე გაზომილი ბენზინის სატრანსპორტო საშუალებისთვის, მაშინ როცა ნახშირბადის მონოქსიდის და ნახშირწყალბადების საშუალო კოეფიციენტები 57%-ით და 50%-ით მეტია, შესაბამისად. შეჯამება. ეს კვლევა არის მეთოდოლოგიური მიდგომის წინასწარი დემონსტრირება სუპერეთანოლისა და ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების გაზომვისა და შედარებისთვის, რომელიც ეფუძნება რეალურ მონაცემებს. თეორიული პროცენტული განსხვავებები საწვავის მოხმარებაში და ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებლებში შეფასდა სუპერეთანოლისა და ბენზინის საწვავის თვისებების საფუძველზე. განსხვავებები საწვავის მოხმარებაში და ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებლებში სუპერეთანოლისა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილისთვის ხარისხობრივად შეესაბამებოდა თეორიულ მოლოდინებს, მაგრამ განსხვავდებოდა რაოდენობრივად. აზოტის ოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის და ნახშირწყალბადების ემისიის მაჩვენებლებში დაფიქსირებული განსხვავებები ორ მანქანას შორის შეუძლებელია ექსტრაპოლირებული იყოს. თუმცა, აქ მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუპერეთანოლზე მომუშავე მანქანა შეიძლება ჰქონდეს ნახშირორჟანგის ემისიის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანას, სხვა დამაბინძურებლების, როგორიცაა ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირწყალბადები, შეიძლება იყოს უფრო მაღალი. ძლიერი რაოდენობრივი შედარების შესაქმნელად საჭიროა როგორც სუპერეთანოლის, ისე ბენზინის მანქანების უფრო დიდი ნიმუშები. აღიარება. ეს მასალა ეფუძნება ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტის ნლ. 07562623 მხარდაჭერილ ნაშრომს. ამ მასალაში გამოხატული ნებისმიერი მოსაზრება, დასკვნა და დასკვნა ან რეკომენდაცია ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.